აღარ მინდა დამანებით თავი. ხო არ გადავასხათ ბარემ და ესე რო არ დადიოდეს ეს მანქანა ალბათ აქ გვერდზე მყარია და ეგრევე იკაუშვებდე. აგერ აქ აქვს დაზიანება. Კაი, გახსნილია ხო? Вообще არის არაფრის ზაზოვი არ ძის, კაპოტი ორივე ფრთა. ეს ბერძველაა განაკეთები და აღდგენას აღარ ექვემდებარება იმდენჯერ არის აღდგენილი. მოკლედ მთელი ამ გამოწვევის სირთულეები უკვე თავს იჩენს. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი მეორე ეპიზოდი დაიწყო. ამ ეპიზოდისთვის შევარჩიე ჩვენი ესეთი ხუდი Fast and Furious-ის სხვადასხვა ეს ხუდები თამაშდებოდა ადრე და არხს თუ გამოიწერთ და იაქტიურებთ ჩვენი ერთგული მაყურებლებისთვის, კიდე გვექნება მსგავსი გათამაშება. მას შემდეგ რაც მანქანა გავრეცხეთ და წამოვიყვანეთ და ცოტა ვიარეთ, შევამჩნიეთ გარკვეული პრობლემები კიდევ დამატებით. კერძოდ, ძრავს აქვს აალების გამოტოვება, ქართულად პერებოი. და ბოლავს. ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ძრავი მაინც გვეგონა რომ იყო კარგ მდგომარეობაში, მაგრამ როგორც ხედავთ, აქვს ის პრობლემები, რაც თქვით. ალბათ ეხლა თქვენ შეკითხვა გაგიჩნდებათ, რატო დგავართ მონოლოგისთვის აი 100 ლამას ადგილას და პასუხი მარტივია, გავითავდა ბენზინი. აბა გადააჭირეთ უცავა. ჩაქრა თავისით. აღარ მინდა დამანებით თავით. მაგრამ რისი BMW-ა, BMW შუქნიშანზე არ დაგტოვა და აქამდე მოიტანა საკუთარი თავი. როგორც ხედავთ, ჩვენმა კოლეგებმა არ ჩაგვისხეს მანქანაში საწვავი და გამოგველიდა დგავართ ასე. ალბათ იმიტომ, რომ ეს პროექტი ბიუჯეტურია. ახლა მე და დიმა ველოდებით ჩემს მეგობარს, რომელმაც უნდა მოიტანოს 5 ლიტრი ბენზინი. მთელი 5 ლიტრი. იმედია ბენზინი გამოასწორებს და გავაგრძელებ გზას. იმიტომ რომ იქიდან რო გადმოდიოდით, რაღაც არ მომეწონა, რაღაც ცუდი ხმებით წამოვიდა. აი მოვიდა ჩვენი მეგობარიც და მაშველიც და საშველიც. მოგვიტანა საწვავი. როგორ იქნები BMW-ს ხელში? არ არის ეგ მანქანა, აი მანქანა. აი BMW-ს უშველა Honda-მ. წამო, გინდა მოხმარება? ბიჭო, ხო, რავი, ეს დამიჭირეთ სარკვევი. ესე იგი ბიუჯეტური ძაბრი გვაქვს და სარქველი ბიუჯეტური გასაღებიც გვაქვს. ამორტიზატორი არის საბარგულის. ხო არ გადავასხათ ბარემ და თამზეზე დგას და უფს, დამთავრდება ესე ბედნიერად. ეს საწვავი გვეყოფა იმისთვის, რომ მივიდეთ ბენზინგასამაც სადგურამდე. აბა თქვენიც. გაიხარე. მაგრამ ძმაო, წარმატებული. აბა შენიცი ჩემი ნომერი ხო გიწერია? წავში. არა საბაქაზე შევხვდები. არა. ან თუ თავდება 20 ლიტრიანი აქვს უკან და იმას ასხავს. მაინც არ მუშაობს. ეხლა დაიღო. საწავის ამბავი ყოფილა. ცოტა ბენზინს კიდე დავამატებთ მეგობრებო, თორემ ეს სიარული მართლა შეიძლება, სად გაგვითავდება ბენზინი არ ვიცით. წვავს მანქანა ძალიან ბევრს და ეს კიდე ერთი ფაქტორია, რაც მიანიშნებს ძრავის გაუმართავობაზე. თუმცა სანამ ძრავს და ეგ დანარჩენ დეტალებს მივხედავთ, ჩვენ უნდა მივიდეთ სათუნუქე სამუშაოების ხელოსანთან, რომელიც მიმასწავლეს ბელიაშვილზე. სად ჩავასხათ საწავი? აქ ბენზინქა სამართსადგური სად არის, დიმა? 10 ლარის ორი. რატო დავთანხმდი ამ ყველაფერს? რა მინდოდა? დაჯექი ოფისში წყნარად, თბილად. ესე რო არ დადიოდეს ეს მანქანა ალბათ აქ გვერდზე მყარია და ეგრევე იკაუშვებდე. სხვათა შორის ეს დაკიდების სისტემა ძალიან ხისტია და რომ მგონია რომ ჩემ პირველ სერიაში ყველაფერს ვძნობ ერთი ასფალტზე რაც არის დაბალ პროფილიანი საბურავის გამო, აქ ძალიან მაღალ პროფილიანი საბურავია, მაგრამ მაინც ყველაფერს ვძნობ, იმდენად ხისტია ეს დაკიდება. სავარაუდოდ აი ეს ბიჭია გიორგი. გამარჯობა გიორგი. ეს არის ჩვენი მანქანა.
რომელიც არ ვიცი როგორ შევაფასო ისე მდგომარეობაშია. და მოვედი ჩვენთან რომ გითხრა რა ჭირდება, როგორ ჭირდება. ლამაზია ხო? ძალიან ლამაზი არის კი. ერთიაც ერთი შეხედვით ჩანს ეს მარჯვენა მხარე არის დაწეული მარცხენასთან შედარებით. და ალბათ შიგნით ლანჟერონებთან გვაქვს რაღაც პრობლემა, ხო? ჯერ რასაც უყურებს ამ მანქანას ვიზუალური ხარე უნდა აღინიშნოს. სიცოცხლე იქნება. ეგერ ეს კრილო. კი ბატონო, მოჭრილია და აღარ ვარგა. კაპოტი რა თქმა უნდა. და მეორე ეს პანელიც და მგონი ბამპერიც შესაძლებელია, ხო? და რა თქმა უნდა წინა ბამპერიც. დაზიანება რო აქვს, შეიძლება შიგნითაც იყოს რამე დაზიანება. ავხადოთ? მოდი ავხადოთ თქო. აბა მოდი. ახლა სპორტული დეტალები კი გვაქვს, მაგრამ ეს ფილტრიც რაღაც მიდებული არის იმასთან, მოკლედ რა მოსაწესრიგებელია ყველაფერი. აგერ აქ აქვს დაზიანება. გაი, გახსნილია, ხო? ახსნელი არის. კი. და აგერ აქ აქვს ჩაგეცილი. ხო. ეს დაზიანებებიც ეთქვა აგერ აქვს. აგერ აქაც ეთქვა დაზიანებული. ესე რო თქვა მინარტყამია და მიჩაქუჩებულია რა ეს. აქეთ რო ცოტა გამონოლი არის. იქითაც ცოტა გაწეული იქნება ეს რამა რა. შესაძლებელია ერთ სიტყვით ყველაფრის წესრიგში მოყვანა. აჰა. ანუ ლანჟერონი შესაძლებელი არ არის გასწორებას ექვემდებარება, ხო? თუ როგორ? იმ მდგომარეობაში არა ეს ლანჟერონი, რომ მოჭრა დაჭირდეს. ჩვეულებრივად გაიჭიმება მანქანა, მოვა დიაგონალში და ეს ლანჟერონს, რაც შეეხება ლანჟერონს, ჩვეულებრივად დაექვემდებარება აღდგენას. ეს შიგნითა ეკრანით შესაძლებელია შეიცვალოს. თუ არა და დავტოვებთ, გავასწორებთ. ესე ჩატრიალებულია. ამ ადგილში ამოწეულია. ბამპერიც ახალი. აი, მოდი რომ შევაჯამოთ, აი, მანქანის ცხვირთან დაკავშირებით რა დეტალები უნდა გავითვალისწინო, რომ რა არის საყიდელი. კაპოტი, ფრთები, ეს წინ პანელი, სადაც ცხაურა ჯდება. კი, ბამპერი. გარეთა ცხაურა, შიგნით ეკრანი გვინდა, ბამპერი გვინდა. ბალკა არაა საჭირო, ბალკა არა იმ მდგომარეობაში, რომ შესაძლებელი იყოს რა. ეხა უკანაც შევავალოს თვალი, იმიტომ რომ თვაც სახარბიელო მდგომარეობა უკანაც არ გვაქვს. ამაზე არის ეს უკანა ფრთების მოჭრილია და ეს რაღაც გატეხილია. ჩვენი პროექტის ფარგლებში ეს თვითონ მანქანის ბოდიკიტი ასე ვთქვათ არის ქარხნული. ანუ პირობითად ჩვენ გვირჩევნია რომ დონორი მანქანიდან მოვჭრათ ეს ფრთების ეს ნაწილი თაღები და თუ მაგალითად დავსვათ ზუსტად ეგრე დავსვათ ფენდერების გარეშე. ეს არკა შესაძლებელია სიტყვაზე გინას დონორი არ იყოს, სხვა მანქანისაც იყოს. თავარი ისაა, რომ ანუ ცოტა იდენტური მაინც იყოს რა. კი ბატონო. რომ მოვარკოთ. ეს რომ მოიხსნება. იმ დონორს რასაც მოვიტანთ, თუ არა და მოვარკებთ, არც მაგის პრობლემა არ არის. მოვარგებთ, შესაბამისად დავბერავთ და შეიღებება ისე, რომ საომავლოდ პრობლემა არ შეიქმნას, არ დასკდეს და მინიმალურად დაბალი და ცოტა შპაკლი წაესვას. ძალიან კარგი. პორშეებზე რო არის აქტიური უკან ფრთები რო აქვს სიჩქარეზე რო ადის ჩადის, ეს უკანა ჩვენი ბამპერი სიჩქარეზე გამოდის შეგისგან. კი ბატონო. ესეც თქვათ ეხლა ეგეთები გამოდის. ჯამთელიც არ არის. ხო. ეს ზაზორები არ ძის, ნუ ვაფშე არ ძის, არაფრის ზაზორი არ ძის, ყველაფერის მოწესრიგება უნდა, ყველაფერს მოყვანა უნდა. ახლა როგორეთ ესეც ალბათ ეს ჩამოტეხილი აქვს ესეც. კი ბატონო, მან პლასმასის ნაწილი გვაკლია. კარებს რაც შეეხება, კარებზე მინდა თქვა, რომ ძალიან ბევრი შპაკლი აქვს ასმული. ეს ბერჯელაა განაკეთები და იმას აღდგენას არ დაექვემდებარება ისე როგორც უნდა გაკეთდეს ერთ სიტყვით. კი ბატონო, გასაგებია. ანუ კარიც გვინდა. კი ბატონო. აი, მოკლედ ნახევარი მანქანის ნაწილები საყიდელია, ხო? კი, რა გამოვიდა. ეხლა ერთი რამე შემიძლია მე შემოგთავაზოთ. ადრე არ იყო ეხლა ის დანადგარები, არ იყო ის ტექნიკა, რომელიც ეხლა არის, მაგალითად რობოტი. ხო. ეს მანქანა გაიჭიმა ძველებური წესით, აგერ ჩაბეტონებული ესენი, შეულებრივად დგება დანგრატებზე, იბმევა სპეციალური ჯაჭვებით, აგერი ჯაჭვებიც აქ არის. აგერ იქეთ სპეციალური დანგრატები არის, რომლის მეშვეობითაც მოყვავს ეს მანქანა გეომეტრიულად
ყოფში, დიაგონალში ვჭიმავთ და ეს მანქანა შედარებით მეტი დაზიანება ქონდა ამ მანქანას, ვიდრე თქვენ მანქანას აქვს. დარღვეული იყო ამაზეც დიაგონალი, დარღვეული იყო გეომეტრიაც და ასე შემდეგ რა. სულ ყველაფერი რაც შეეხება, რაც გაკეთდა ამ მანქანაზე. გაკეთდა ისე ბიუჯეტურად. შეგვიძლია სხვა ლოკაციაზე მაქვს რობოტი დადგმული და შემიძლია იქ წავიყვანოთ მანქანა და იქ გავჭიმოთ. ჩვენთვის ამ ეტაპზე ფინანსები არის უფრო პრიორიტეტული და ვიდრე დრო და როგორც ჩვენი მგონი აქ გავაკეთოთ ბრძოლებული სტილით. იმდენმა ადამიანმა მომასწავლა შენთან რომ დარწმუნებული თან ისეთი მანქანები დგას აქაც რომ დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი ჩავლის კარგად და კმაყოფილი იქნები როგორც შენ, ისე ჩვენც და ჩვენი მაყურებელიც. კი ბატონო. ეს ვინ არის? ეს არის ბაგირა. გეხმარება რაღაცეებში? კი, თავგების ჭერაში ვეხმარება ხოლმე. აჰა. რომ მოდის ეს ამოწმებს ხოლმე პირველ რიგში რა აქვს მანქანას დაზიანებული ქვე შეძრება ხოლმე და ქვემოდან ეს მიუვალ ადგილებში. რა თქმა უნდა, კი, და გამოდის და მეუნავა ხოლმე. ესაა დაზიანებული და ისაა დაზიანებული არ შეგეშალოსო. და მოფერებაც უყვარს კი, აგე როგორ უყვარს მოფერება, ნახე. სახელიც აქვს შესაბამისი ბაგირა. კაი, იგივე ერთხელ რო შევაჯამო. კიდე ერთხელ ჩემი ნაწილები, ესე იგი რა მაქვს აყიდელი, უნდა მოვაგრო ესე კაპოტი. კაპოტი ორივე ფრთა. წინ პანელი, შიდა პანელიც, ეკრანი, პანელიც, ბამპერი. ამ კარებზე რა გადავწყვიტეთ? აუცილებლად ვიყიდით, იმიტომ რომ ხო, როგორც თქვი, კი. აღდგენას აღარ ექვემდებარება, იმდენჯერ არის აღდგენილი და ამიტომ ხო, ეგეთი დეტალები გონი აღარ გვინდა. ხო, ამ არკებს კიდე მოვიძიოთ ეს არკები. და შესაბამისად ავიც თუ რამე იქნება იდენტური მოვარგოთ რა. ჩამოვწერ სიას რა დეტალები გვექნება საყიდელი. თქვენ წახვალთ მოვიტანთ და კი ბატონო. შემდეგ შემიძლია დავიწყო. გასაგებია. მოკლედ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს წინ. კარგი, მადლობა. ვიყიდით ნაწილებს და მოვალთ უმოკლეს დროში. იმედია თუ იშოვიან ნაწილები. თუ ვიშოვე, იმიტომ რომ მანქანა ძველია, ამის ნაწილები ნენელა დეფიციტშია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ მთელი ამ გამოწვევის სირთულეები უკვე თავს იჩენს. მოკლედ დავტოვეთ ჩვენი ძაღლი 328 გიორგისთან. ხოჩას გეტყვით ქუჩას და ზუსტ მის ამარც, ეს არის ბელიაშვილის 33-ია, ზუმბა და 33-ია. ეხლა წავალთ ოფისში, შევიხედავთ ინტერნეტში, MyParts-ზე, Facebook-ის marketplace-ზე, იქნებ ვიყიდებოდეს ვინმე ყიდეს მეორად ნაწილებს. ამასთან ერთად ვიკითხავთ, სად არის ამ 26 წუთების დაშლილები, მივაკითხავთ დაშლილებსაც და მოკლედ უნდა მოვიძიოთ ნაწილები. ეს საქმიანობა ჩემთვის არის სიახლე. ერთი პოზიტიური გარემოება მყოლებს ისე რომ ოფისში არ ვზივარ 8 საათის განმავლობაში, სკამზე არ ვზივარ და გარეთ ვარ გამოსულები და კაი ყოფილა ხო დიმო? My life be like გეგა რა შვები აქენი ნაწილებზე დუდ მე რამდენია კაია მარტო ოპერატორი რო ხარ რაღაცები ვიშოვე და არჩევანი საერთოდ არ არის მინდა გითხრათ სხვა ძალიან ბევრი ვეძებე და ძალიან ბევრი ჯგუფია Facebook-ზე და ამაში გავგვიმართლა ერთი რომ ძალიან ბევრი ჯგუფია მეგობრებო Facebook-ზე ერთი 36 რო ჩაწეროთ და მე ჯგუფებზე რო გადაერთოთ ყველაფერს ნახავთ. ამოდ დიმა რაღაცებს შეგახედებ ეხლა მე შენ. რა ნაწილების საშუალებაც არის რომ შევიძინოთ. ხვალ წავიდეთ და ვიყიდოთ. უბრალოდ გადავრეკავ და ვიკითხავ არის თუ არა available. ანუ ხელმისაწვდომი. მოკლედ როგორც იცით, ჩვენ გვჭირდება კაპოტი, ფრთები, წინა ბამპერი და მარცხენა კარი და ასევე უკანა ფრთებია. უკანა ფრთების თაღები უფრო სწორად. რაღაც ნაწილები არის, რა თქმა უნდა, მეორადი, რაღაც ნაწილები არის ახალი, ოღონდ ტაივანის. ტაივანის არის სხვა შორის საკმაოდ იაფი. აი მაგალითად ემის წინა ბამპერი ვნახე.
რომელიც ღირდა თუ არ მეშლება 150 ლარი. და ეს ორიგინალი ემის ბამპერი ღირს საკმაოდ ძვირი. აგერ არის კარი 2 და ეს წინა კარი იქეთ ჩანს და იმედია ნორმალურ მდგომარეობაში უნდა დაურეკო იმას ვინც ყიდის. ხო, და ეს წინა პანელია, რომელსაც ფარები ცხაურა აქვს. და სხვადასხვა ცხაურა აქვს ორივე და თან ქარხნული ნიკელის და მე ყოველთვის ნიკელის და ყოველთვის ქარხნული ნაწილები მირჩენია ნავთერმარკეტს და შავს რო უკეთებენ ხოლმე არ მომწონს შემართლებით ვთქვათ ხო კაპოტის ალტერნატივა გვაქვს ძალიან ბევრი არის როგორც ქარხნული კაპოტები ჟეშტის ქართულად ჟეშტი რკინის კაპოტები ასევე არის პლასმასის კაპოტები რომ გამოდენი იქიდან რომ იმაში შეხედე კიდევ ერთხელ ჩვენი მანქანა, ჩვენი მიზანი არასწორი მიზანია. ფიქრობ, რომ მორეისქარო მანქანისთვის უკეთესი იქნება თუ დავაყენებთ პლასმასის კაპოტს და ცხვირიდან მანქანას ცოტა წონას მოვაცლით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი 46-ის უკანა ფრთის თაღი არის მოჭრილი. და მის სანაცვლოდ ეყენა ეგრეთ წოდებული პლასმასის ფენდერი. გამოდენ იქიდან რომ ჩვენ გვინდა რომ ფენდერები დროთა განმავლობაში არ გაფუჭდეს და არ გაბანძდეს და არ დასკდეს, გვინდა რომ ეს ამ ადგილის ნაცვლად რაც ამოჭრილია, ისევ დავაბრუნოთ რკინის თაღი. მაგრამ გამოდენ იქიდან რომ დაურეკეთ და გავარკვიეთ გვითხრეს საკმაოდ დიდი ფასი, ამიტომ გადავწყვიტოთ რომ შევიძინოთ E46-ის წინა ფრთები და იქიდან ამოვჭრათ ეს თაღები და დავაყენოთ უკან. ამას მეორე ის მიზეზიც აქვს ფასის გარდა, რომ ეს E46-ის თაღები წინა ფრთიდან მოხსნილი. არის ცოტა განიერად. ვფიქრობ, რომ E46-ის წინა ფრთის ეს თაღი ჩვენ მანქანას უფრო მეტად გაალამაზებს და ამავდროულად უფრო გაგვიმარტივდება საქმის გაკეთებაც. და იქნება აი ესეთ დონეზე გამოწეული უფრო იბერება ეს უკანა ფრთა. და ვფიქრობ, რომ არის უფრო ლამაზი. აი ამ რაკურსით კარგად ჩანს. ესე ჯდება ეს ჯიგარი. უკვე გრუნტით არის დაფარული. ეხლა ავდგებით ამ ნაწილების ფლობელებს დაუკავშირდებით. ნახავთ გაიყიდა თუ არა, რაც შერჩეული მაქვს, თუ არ გაიყიდა, რა თქმა უნდა წავალს ანახავთ. თუ მოგვეწონა შევიდეთ და წავუღებთ შემდეგ ამ ყველაფერს გიორგის. ასე თუ ისე ნაწილების ალტერნატივები მაქვს, რაღაცები შევარჩიე. ველაპარაკე იმ ადამიანებს, რომლებიც ყიდიან ამ დეტალებს და ხვალიდან უკვე მინდა დიმა შენ წავალთ და მოვაგროვებთ, გავავსებთ ჩვენ ვიტოს ამ ნაწილებს. და უკვე რა ნაწილებს ვიყიდით და როგორც, ამას უკვე მესამე სერიაში ნახავთ. ამიტომ დაელოდეთ ჩვენ მესამე ეპიზოდს, იქამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. თქვენ წარმოედგინეთ და ჩვენს გჭირდება კრისტალ ავტოს ლაიქები და subscribe. თან არც ერთი ნაწილის ვეჟი არ